მოგესალმებით მეგობრებო. Hare Krishna. Hare Krishna. კარგია რომ მოხვედით დღეს. It's very good that you came today. ალბათ შინაგანად რაღაცა გაფიქრებინათ რომ მაინც და მაინც მოსწავლეთ. ალბათ შინაგანად რაღაცა გაფიქრებინათ რომ მაინც და მაინც აქ მოსულიყავთ. Probably something inside told you to come here today. რატომ უნდა მოვიდეთ აქ საერთოდ? Why is it that we should come to the temple? რატომ არ უნდა მოვიდეთ სხვაგან? Why shouldn't we go somewhere else? ან იქნებოდა გავცნობიერებლად ვიცით ბავშვობიდან რომ სადღაც ტაძარში უნდა მივიდეთ და მაგიტომ მოვიდეთ. Or maybe we unconsciously, just from the childhood, know that we should go to the temple and that's why we are coming here. ხშირად ზუსტად ასე ვიქცევით. Very often we do behave like this. უბრალოდ რაღაცას ვაკეთებთ, მაგრამ დიდად გაცნობიერებული არ გვაქვს რატომ ვაკეთებთ. We are doing something but not very consciously doing that. რატომ უნდა გავაკეთო მაინც და მაინც ეს რაღაცები, რასაც ვაკეთებ? Why should I be doing the things that I am doing right now? მაგრამ გაცნობიერი ხშირად გნათ თავს ჩვენ. But very often our subconscious is controlling us. და ხშირად ისეთ რაღაცებს ვაკეთებთ, რასაც საერთოდ არ ვფიქრდები. And very often we are doing things that we are not considering at all. თუმცა ადამიანის ცხოვრება იმისთვის არის, რომ გაცნობიერებულმა იცხოვროს. Though a human life is destined or is prescribed for us to lead it consciously. რადგან გაუცნობიერებლად ცხოველები ცხოვრობენ. Because unconsciously, even animals can live that way. თქვენი აზრით ცხოველი აცნობიერებს თავის ცხოვრებას? What do you think? Do the animals consciously consider their lives? The answer is with a very small percentage. ცხოველი გრძნობს უბრალოდ რომ არსებობს. Yes, the animal is feeling that it exists. თუმცა დიდად არ იცის რას რატომ აკეთებს. However, it does not really understand why it is doing certain things for what purpose. ეს სოციალური არსებები, რომლებსაც აქვთ ცხოველების სწავლული, მოქცეულნი არიან რაღაც ისეთ გარემოში, რომელიც მათ უბრალოდ აიძულებს რაღაცების კეთებას, როგორც რობოტს. The living entities that are within the animal body, they are put in such a condition that they are forced to do or to act certain way. სინამდვილეში ადამიანებიც ხშირად ასე ცხოვრობენ. And very often human beings are also living that way. მაგრამ ადამიანებს აქვთ პატარა გასაღები საკუთარ თავში. However, humans have some kind of small key in their mind. გადამრთავი ღილაკი. It's a switch. თუ გადავრთავ, გაცნობიერებული უმოქმედებ. If we switch it on, we can act consciously. და თუ გადმოვრთავ, მაშინ ისე ცხოველები გაუცნობიერებლად მიმოქმედებ. If we switch it off, we will continue acting like animals, unconsciously. თუ გადმორთული მაქვს და ხშირად დეფაულტად ასე ვთქვათ ცხოველის რეჟიმზეა ხოლმე გადმორთული ადამიანი. But very often people's consciousness is acting in a default manner, in animal mode. და რაღაც მომენტში მან უბრალოდ უნდა მოისურვოს, რომ გაცნობიერებულმა იცხოვროს, როგორც ადამიანმა. And at certain moment, it has to develop this desire to continue living consciously, not in an animal mode. და როცა ამ ღილაკს დააჭერს, შემდეგ გადავა ადამიანის რეჟიმზე და იცხოვრებს გაცნობიერებულად. So when he pushes that switch on, then he can start living consciously in a human mode.
ანუ სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, ადამიანებს აქვთ არჩევანი. So to put it in other words, human beings have a choice. It's რომ როგორც ცხოველმა, როგორც მანქანამ, რობოტმა, Either to live as animals, as a machine, as a robot, ან იცხოვროს როგორც ადამიანმა. or to live as a human being. და საინტერესოა საერთოდ რატომ უნდა გააკეთოს ეს არჩევანი. It's also interesting, why should a person make that choice? უბრალოდ იცხოვროს როგორც ცხოვრობს, რა მნიშვნელობა აქვს. He can live as he lives. What does that matter? Why does that matter? კი ბატონო, იცხოვროს როგორც ცხოვრობს, არავინ არ უშლის. Of course he can do that. Nobody is denying him that option. მაგრამ ესე ცხოვრება მთლად მომგებიანი არ არის. But that kind of life is not beneficial at all. რადგან მე არ ვიცი მომავალში რა შემემთხვევა საწავალ იმას შემდეგ, როცა ამ სხეულს დავტოვებ. Because it's unclear and I'm unaware where my next life will be. When I leave this body, what type of life I will get. შეიძლება მე საერთოდ არ ვფიქრდები ვინ ვარ ეს, უბრალოდ რაღაც ქიმიური ელემენტები ვარ, რომლებიც ცხოვრობს თუ რამე სხვა. I might not be even considering who am I. I might be the gathering of some chemical elements that simply exist. და ადამიანი შეიძლება ამგვარად ცხოვრობდეს, თუმცა მას აქვს თუმცა ადამიანის სხეულის დანიშნულება ის არის, რომ დაუჩნდეს ეს შეკითხვა, ვინ ვარ მე? Of course, a human being can live like that, but the purpose of getting the human birth is exactly to pose this question: who am I? თუ ადამიანი ამ შეკითხვას არ დასვამს, გამოდის რომ მთელი ცხოვრება ტყუილში ცხოვრობს. If a person does not pose that question, it means that the entire his life he has spent in lies. რადგან სიკვდილის მომენტში ადამიანი ხვდება, რომ სინამდვილეში ტყუილში ცხოვრობდა, ყველაფერი ის რისკენად ძისრაფო და გაქრა. Because that realization will definitely come at the time of death. He will understand that all his life was in vain, was in lies. ჩვენ დღეს წავიკითხავთ Bhagavad Gita-დან ლექს. Today we will read a text, a verse from Bhagavad Gita. გაგიგიათ Bhagavad Gita. You've heard about Bhagavad Gita, didn't you? თქვენი აზრით რა არის Bhagavad Gita? What is it? What is Bhagavad Gita in your opinion? Pardon? It's the way how we should live. როგორ უნდა ვიცხოვროთ, ცხოვრება იმის მანიშნებელია. როგორ უნდა ვიცხოვრო თქვენ? And how should we live the life? The way Bhagavan Sri Krishna told us in Gita. The way Bhagavan Sri Krishna told us in Gita. ისე როგორც უფალმა კრიშნამ გვითხრა ეს გიტაში. შვენიერი, ძალიან კარგი. That's very good. სინამდვილეში არჯუნა იცით ხომ რომ Bhagavad Gita-s პერსონაჟია? You know that Arjuna is one of the main heroes of Bhagavad Gita. Mahabharata გაგიგიათ? You've heard about Mahabharata. რა დაიმართა არჯუნას კურუქშეტრას ბრძოლის ველზე? What happened to Arjuna at Kurukshetra battlefield? რომ კრიშნას დასჭირდა Bhagavad Gita მოეყოლა. So that Krishna had to tell him Bhagavad Gita. In Kurukshetra, Arjuna actually forgot his real duty, what he was supposed to do at that time. He was in love with his family. He was thinking about them, not about his duty. What was he supposed to do? That was the reason Bhagavan Sri Krishna had to make him understand what you have to do or what you should do. ესე იგი კურუქშეტრას ველზე არჯუნას უბრალოდ დაავიწყდა თავისი მოვალეობა, რა უნდა გაეკეთებინა იმის გამო, რომ ძალიან უყვარდა თავისი ნათესავები და ამიტომ თავის მოვალეობის შესრულებაზე უარი რომ თქვა, უფალ კრიშნას მოუწია მისთვის აეხსნა თუ რაში მდგომარეობდა მისი მოვალეობა. მადლობა. Thank you. და სანამ ამ მდგომარეობაში ჩავარდებოდა, მან ხომ იცოდა რომ მასთან მოუწევდა ბრძოლა.
before he would end up in such a condition, didn't he know whom he was supposed to fight? რა თქმა უნდა იცოდა. აბა რატომ მანამდე არ დაფიქრდა ამას? Then why didn't he consider it before? When we think about doing something, we only just imagine that yes, we are strong enough to do that. But when we are actually in that situation, that time all the things like stop us, no, we can't do that, we can't, and that's why he stopped at that time. როდესაც ჩვენ რაღაცას გონების დონეზე განვიხილავთ რაღაცის კეთებას, ხო? გამსჯით, მაშინ ესე გონია, რომ შევძლებთ ამის კეთებას, მაგრამ ფაქტის წინაშე როცა ვდგებით, როცა უკვე ქმედება უნდა დავიწყოთ, მაშინ ესე იგი ეს გვემართება ესეთი რეალიზაცია, რომ შიში გვიწყობს და გაუბედაობა. Okay, ხშირად ესე მომართება ხო? Yes, you're quite right. Very often this happens to us. რაღაცას ვფიქრობთ რომ გავაკეთებთ, მაგრამ იმ მომენტში თურმე ისეთი არ აღმოჩნდა როგორიც გვეგონა. We are thinking that we are able to do this and that, and when the moment comes, it turns out it was not that simple. ხშირად ჩვენს გვაქვს რაღაც მიჯაჭვულობები ჩვენს შიგნით, მაგრამ ვფიქრობთ რომ ეს მარტივია. And very often we have some attachments inside and consider them, oh, that's light. მე არ მაქვს არანაირი მიჯაჭვულობა. I am not attached at all. მაგრამ როცა საქმეზე მიდიდება, უცბად აღმოჩნდება რომ თურმე ბევრი მიჯაჭვულობა მაქვს. But at a certain moment I discover, whoa, this is strong enough. I'm attached. ადამიანი თუ ეცდება რომ ყოველთვის გაცნობიერებული იყოს ღრმად, ის მაშინ დაინახავს ამ თავის მიჯაჭვულობებს, თავის პრობლემებს ყოველთვის ნებისმიერ სიტუაციაში. And if a person starts to lead the conscious life all the time, then he will be capable of seeing all these attachments and weak points. საინტერესო საუბარი ჰქონდა არჯუნას კრიშნასთან. Arjuna had a very interesting talk with Krishna. და ჩვენთვის შეიძლება ძალიან გამოსადეგი იყოს ეს. And it might be very beneficial to us. წარმოიდგინეთ, თავად კრიშნა ეხმარება ადამიანს რთულ სიტუაციაში. Can you imagine? The Bhagavan Krishna himself is helping a human being in a difficult situation. ანუ თვითონ კრიშნა უხსნის მას როგორ მოიქცეს. Krishna himself explains to him how to behave. ჩვენს გვერდით შეიძლება კრიშნას ვერ ვხედავთ. We might not be able to see Krishna beside us. თუმცა კრიშნამ დაგვიტოვა ჩვენ ბhagavad gita. However, he left us Bhagavad Gita. სამოში ვიასადებამ რომელმაც მაჰაბჰარატა ჩაწერა. In reality, Vyasadeva who wrote down Mahabharata, ის თავად კრიშნა. he is Krishna himself. კრიშნას ინკარნაცია. He is the incarnation of Krishna. ჩვენს ეპოქაში ვიასადებამ მოევლინა თვითონ კრიშნა. In our age, Vyasadeva, actually Krishna came as Vyasadeva. ანუ რაც ისაუბრა, ჩვენთვის მან თავისი ხელით ჩაწერა. So in fact, he wrote down with his own hand whatever he told us in here. რომ ჩვენ შევძლოთ მისი საუბრის მოსმენა. And that was it with the purpose, in order that we could listen to what he said. იმ დროს, როდესაც მას ვერ ხედავთ და ვერ ვესაუბრებთ. Exactly at the time when we cannot see him by ourselves and do not have this possibility to talk to him. ის შეკითხვები, რაც არჯუნას უჩნდებოდა საკუთარ თავში. All the questions that Arjuna was posing there ჩვენც გვიჩნდება ხოლმე. are also coming to our minds. ჩვენც ვხვდებით რთულ სიტუაციებში. We also end up in such difficult situations.
ისეთ სიტუაციებში რომ აღარ ვიცით რა ვაკეთოთ. In situations where we are at a loss, we don't know what to do. და მაშინ შეგვიძლია წავიკითხოთ როგორ სიტუაციაში იყო არჯუნა. And we then can read what situation Arjuna was in. არჯუნაც ძალიან რთულ სიტუაციაში იყო. He was also in a very difficult situation. და შემდეგ მოვისმინოთ კრიშნას დარიგებები. And then we can also listen to Krishna's inductions. ანუ არჯუნა განგვასახიერებს ჩვენ. Well, in other words, Arjuna is representing us, კრიშნა გვესაუბრება ჩვენ. and Krishna is talking to us. ჩვენ კი არჯუნას პირით ვესაუბრებით კრიშნას. And through Arjuna, we are also talking to Krishna. წავიკითხოთ დღეს ერთ-ერთი ლექსი. Now let us read one of the verses today, შევეცადოთ რომ განვიხილოთ. and let us try to understand it and discuss it. ॐ नमो भगवते वासुदेवाय 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 ჩვენ წავიკითხავთ მეორე თავიდან. We will read chapter 2, ლექსი მერვე. verse 8. Nahi prapashyami mama panudyat yat chokam uchoshanam indriyanam avapya bhumav asapatnam ridham rajam suranam apichat hipatyam. თარგმანი. არ ვიცი რით გავიხარბო სევდა. ალბათ მაშინაც ვერ დავძლევ ამ გრძნობების გამომფიტავ ნაღველს თუ დედამიწაზე ისეთივე აყვავებულ სწორპოვარ სამეფოს დავიპყრო, როგორიც ნახევარმეტებს აქვთ ზეცაში. I can find no means to drive away this grief, which is drying up my senses. I will not be able to dispel it even if I win a prosperous, unrivaled kingdom on earth with sovereignty like the demigods in heaven. ამ შემთხვევაში ჩვენ ვხედავთ არჯუნას ისეთი მდგომარეობა აქვს, რომ ცხოვრებაში აღარაფერი აღარ აბედნიერებს. Now we see that Arjuna is in such condition that nothing in this world makes him happy anymore. თქვენს ხომ გქონიათ სიტუაცია, როდესაც სადაც არ უნდა წაგიყვანო, ჰავაიზე თუ კიდევ სხვაგან სადმე ვერაფერი გაბედნიერებთ, არაფერი არ გინდა. And that you have this kind of feeling, whatever they offer to you, going to Hawaii or wherever, nothing makes you happy. და სინამდვილეში ეს სიტუაცია ყველაზე მნიშვნელოვანი სიტუაციაა. And this situation is the most important. რადგან ამ სიტუაციაში ჩვენ შეგვიძლია ზუსტად დავფიქრდეთ, ვინ ვართ ჩვენ და რას ვაკეთებთ. Because exactly such situation gives us this impetus to think who we are, what are we doing. ჩვენ ძირითადად დინება მიედინება და ჩვენ სამ დინებას მივყვებით. Usually the current is flowing and we are just going with the current of life. დროის დინება, კრიშნას აქვს სუდარშანა, ხომ იცით? The current of the time, Krishna has Sudarshana, you know that. სუდარშანა განასახიერებს დროს. And Sudarshana is representing the time. დრო არის კრიშნას მზერა. The time is Krishna's glance. კრიშნამ შეხედა და მისი თვალებიდან შეიქმნა დრო. Krishna looked and this look generated time. და ეს დრო ისე მოქმედებს, რომ ტრიალებს და როგორც მდინარეს მიაქვს ყველაფერი, ჩვენც ეს დრო მიგვაქანებს. And this time is just going in circles and circles, and as the river current is taking everything with it, thus this time is turning us all the time. როგორც სუდარშანა ანადგურებს ყველაფერს თავის გზაზე, And similarly, like Sudarshana destroys everything on its path.
ეს დროს ყველაფერს ანადგურებს, რაც ამ სამყაროში არის. Similarly, the time is also destroying everything existing in this material world. ანადგურებს დიად იმპერიებს. It destroys great empires სადაც ადამიანებს ეგონათ, რომ ეს იმპერია არასდროს განადგურდებოდა და იქნებოდა მარადიულად. where people believe that this empire would stand for ages, forever even. ანადგურებს დიად ადამიანებს, რომლებიც ფიქრობდნენ, რომ სამყაროს ბატონები იყვნენ. It destroys great personalities who considered that they were owning this universe. გაანადგურა ჩვენი წინაპრები, რომლებსაც ვიცნობდით, რომლებიც ჩვენსავით ცხოვრობდნენ და ახლა აღარ არიან ჩვენ. It destroyed our ancestors whom we knew who were living like us, but they don't exist anymore. და ეხლა განადგურებს ჩვენ. And now it is in the process of destroying us. actually. გილოცავთ. Congratulations. ჩვენ განადგურებს თანაც ისე რომ ვერ ხვდებით. It is destroying us, but we cannot even understand it. თუმცა როდესაც ჩვენს ცხოვრებაში ასეთი რთული სიტუაცია იქნება, But when such a difficult situation comes or pops up in our life, მაშინ დროის გავლენა ჩვენგან უკან იხევს. then this influence of time is kind of stepping back from us. და ადამიანს უჩნდება შეკითხვები. And a person starts to pose questions. ვინ ვარ საერთოდ? Who am I? რას ვაკეთებ? What am I doing? და ეს ყველაზე საუკეთესო მომენტია ადამიანისთვის. And this is the best moment for the person's life. იმისთვის რომ სულიერი ცოდნა მიიღოს. Best moment to accept spiritual knowledge. ამ არჯუნა ზუსტად ამ მომენტში იყო. Now Arjuna is exactly in such condition. წავიკითხოთ კომენტარები. Let us read the purport. თუმცა არჯუნა რელიგიის პრინციპებისა და მორალური კანონების ცოდნაზე დამყარებულ ამდენ არგუმენტს იმოწმებდა, როგორც ჩანს, სულიერი მოძღვრის უფალი შრი კრიშნას დაუხმარებლად, მაინც არ შეეძლო იმ პრობლემების გადაჭრა, რაც გონებას უწამლავდა. ეს მის როგორც უბრალო მოკვდავის უნარს აღემატებოდა. საერთოდ აკადემიური ცოდნა, ერუდიცია, მაღალი ადგილი საზოგადოებაში და მისთანანი უსარგებლოა ცხოვრებისეული სირთულეების დასაძლევად, თუ ადამიანს დამხმარედ არ ეყოლება კრიშნას მსგავსი სულიერი მოძღვარი. აქედან დასკვნა, ჭეშმარიტ სულიერ მოძღვარს შეიძლება ჩაითვალოს ის მოძღვარი ჭეშმარიტ სულიერ მოძღვრად, რომელსაც კრიშნას ცნობიერება გააჩნია, რამეთ მხოლოდ მას შეუძლია ყველა ცხოვრებისეული პრობლემის გადაჭრა. უფალმა ჩაიტანიამ ბრძანა კრიშნას ცნობიერების მეცნიერების მხადაგებელი საზოგადოებრივი მდგომარეობის მიუხედავად ჭეშმარიტი სულიერი მოძღვარია. Also, Arjuna was putting forward so many arguments based on knowledge of the principles of religion and moral codes. It appeared that he was unable to solve his real problem without the help of spiritual master, Lord Shri Krishna. He could understand that his so-called knowledge was useless in driving away his problems, which were drying up his whole existence, and it was impossible for him to solve such perplexities without the help of a spiritual master like Lord Krishna. Academic knowledge, scholarship, high position, etc. are all useless in solving the problems of life. Help can be given only by a spiritual master like Krishna. Therefore, the conclusion is that a spiritual master who is 100% Krishna conscious is the bona fide spiritual master, for he can solve the problems of life. Lord Chaitanya said that one who is a master in the science of Krishna consciousness, regardless of his social position, is the real spiritual master. ანუ ამ თუ სიტუაციაში გამოდის რომ სულიერი მოძღვარი გვჭირდება. So it turns out that in such difficult situation we need spiritual master. ჩვენ გაგვიჩნდა შეკითხვები We will have certain questions, და სულიერი მოძღვარი პასუხობს ამ შეკითხვებს და გვაძლევს სულიერ ცოდნას. and spiritual master is capable to answer to those questions and give us spiritual knowledge. სინამდვილეში არჯუნამ წინა ლექსში ანუ სანამ ამ სიტყვებს იტყოდა, წინა ლექსში სულიერ მოძღვარად კრიშნა მიიღო. Arjuna,
before pronouncing this, which we read today in the verse, in the previous verse, he accepted Krishna as his spiritual master. რადგან კრიშნა მის გვერდზე იყო. Because Krishna was by his side. ანუ მას ძალიან გაუმართლა. He was very lucky in that sense. Pavitra kibanyasi shudra kenenaya Yei Krishna tattva vedta sei guru haya მნიშვნელობა არ აქვს ვიბრა ვედური სიბრძნეში განსწავლული მეცნიერი დაბიო ოჯახში შობილია თუ განდეგილობის წესით ცხოვრობს თუ ადამიანი კრიშნას ცნობიერებას ფლობს იგი სრულყოფილი და ჭეშმარიტი სულიერი მოძღვარია და პირიქით თუ კი ადამიანი კრიშნას ცნობიერების მეცნიერებას არ იცნობს ვერ იქნება ჭეშმარიტი სულიერი მოძღვარი It does not matter whether a person is a vipra, learned scholar in Vedic wisdom, or is born in a lower family, or is in the renounced order of life. If he is a master in the science of Krishna, he is the perfect and bona fide spiritual master. We can stop here. Om Adhyana Timirandasya Vyananjana Shalakaya Chakshurum Militam Yena Tasmai Shri Gurave Namaha Shri Chaitanya Manobhishtam Stapitam Yena Bhutale Swayam Rupa Kadamahyam Tadati Svapadantikam Vandeham Shri Guru Shri Uttapada Kamalam Shri Guru Vaishnavamscha Shri Rupam Sagrajatam Sahagana Raghunatam Tam Sajivam Sarvaitam Savadhutam Parijana Sahitam Krishna Chaitanya Devam Shri Radha Krishna Padam Sahagana Lalita Shri Vishakhanutamischa Hey Krishna Karuna Sindhu Dinabandhu Jagatpate Gopesha Gopika Kanta Radha Kanta Namastute Tapta Kanchana Gaurange Radhe Vrindavaneshwari Vrishabhanu Sute Devi Pranamami Hari Priye Vancha Kalpa Tarupyascha Kripa Sindhubhyaevacha Patitanam Pavanetu Vaishnavebhyo Namo Namaha Jai Shri Krishna Chaitanya Prabhu Nityananda Shri Advaita Gadadhara Shri Vasadi Gaura Bhakta Vrinda Hare Krishna 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 Hare 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 Rama 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 Hare Hare Namo Vishnu Padaya Krishna Pristaya Bhutale Srimati Bhakti Vedanta Swami Dinamine Namaste Saraswati Deve Gauravani Pracharine Nirvishesha Shunyavadi Paschatadeshatarine ამგვარად რას ამბობს არჯუნა ამ ლექსში? So what is Arjuna saying in this verse? ის ამბობს ნახი პრაპაშიამი, ნახი. He says, Nahi Brahmashyami, Nahi. საინტერესოა როგორ განმარტავენ კომენტატორები. And it is very interesting how this is commented on. შეიძლება კრიშნა სამდროს ეთქვა არჯუნასთვის. Krishna could have told Arjuna at that moment. შენ ბრძენივით მელაპარაკები საერთოდ ბრძენივით ლაპარაკობ და ეხლა მითხარი სულიერი მოძღვარი მინდაო.
You are talking to me as a wise person, as a sage, and now you are telling me that you need a spiritual master. და ეხლა გინდა რომ მე ვიყო შენი სულიერი მოძღვარი. And you want me to become your spiritual და რომ master. წინა ლექსში არჯუნამ უთხრა რომ მინდა რომ შენ იყო ჩემი სულიერი მოძღვარი. That's exactly what Arjuna told him in the previous verse. ამიტომაც რაღა მე გინდა რომ შენი სულიერი მოძღვარი ვიყო. So Krishna says, if you want me to be your spiritual master, სხვა იმენახე ვისაც შენ უსმენ. why do you want me? You can find somebody else, someone whom you listening to. მაგალითად ვიასადება. For instance, Vyasadeva, თელი ვედები ჩაწერა. he wrote down all the Vedas. ისა იყანე სულიერი მოძღვარი. Why don't you choose him as a spiritual master? იმას უფრო მოусმენ. You will listen to him more with more attention. შენ მე მეგობარივით მიყურე. You're looking at me as at your friend. მე ხუმრები. You're joking with me. ეხლა ბრძნულად საუბრობ თითქოს ყველაფერი გესმის. Now you talking like a wise man, as if you understand everything. მაშინ მე რა გინდა რომ შენი სულიერი მოძღვარი? Then why do you want me to become your spiritual master? და არჯუნა ამბობს, ნაჰი, არა კრიშნა, მე შენს გარდა ვერავინ ვერ გამაბედნიერებს. Arjuna says, Nahi, except you, Krishna. Nobody can make me happy. შენს გარდა ვერავის ვერ მივიღებ სულიერ I will not be able to accept anybody as a spiritual master but you. სინამდვილეში ადამიანი როცა სულიერ მოძღვარს ირჩევს, In reality, when a person is choosing a spiritual master, მან ის გულშვილდა გრძნობდეს რომ მის გარდა ვერავის ვერ მივიღებ სულიერ მოძღვარს. he should feel exactly like that in his heart, that I will not be able to accept anybody else but that person as my spiritual master. და თუ ამას გრძნობს, ესე იგი ზუსტად ის არის მისი სულიერი მოძღვარი. And if he feels like that, that means that that's exactly his spiritual master. არჯუნა ზუსტად ეს იგრძნო, კრიშნა შენს გარდა, არა კრიშნა შენს გარდა ვერავის ვერ მივიღებ სულიერ მოძღვარად. That's what Arjuna felt. Krishna, except you, I will not be able to accept anybody as spiritual master. და მეორე მიზეზი რატომაც ის ამბობს ნაჰი? The second reason why he says Nahi არის ის რომ კრიშნას შეიძლება ეთქვა, კი ბატონო, ვიცი რომ ცუდად ხარ და გიჭირს. is because Krishna could have said, well, I know that you are not feeling well. იბრძოლე, მოითმინე მაინც, იბრძოლე და სიკვდილის შემდეგ შენ წახვალ სამოთხეში. But you should, tolerate that and fight, and after death you will go to the heaven. თანმა შასტრებში ნათქვამია რომ ბრძოლის ვერძე ვინც მოკვდება ისწავლა სამოთხეში. Because Shastras tell us that whoever dies on the battlefield goes to the heaven. ამიტომაც კი ბატონო, კი გიჭირს, მაგრამ იბრძოლე, ცოტა ხანი გავუძალე და მე წახვალ სამოთხეში და იქ იქნები ბედნიერი. So, of course, it's difficult, but you can tolerate the struggle, and if you die, you go to heaven. კარგი აზრია. Is that a good idea? ცოტა ხანი გავუძლოთ და სიკვდილის შემდეგ მართლა ბედნიერები გავხდეთ. Yeah, we can, tolerate a little bit this life, and then after the death, we will go to heaven. ცოტა ხანი გავუძლებ ახლა შევასრულებთ ყველა რელიგიურ პრინციპს. Now I'll tolerate a little bit, will carry on all my religious duties. წავალ და სანთელს დავამთებ, კი მიჭირს, მაგრამ მაინც I დავამთებ. will go and light the candle. Of course, it's difficult for me, but I will do that. I will put an effort in it. კი მიჭირს, მაგრამ მაინც წავალ კაჭარავას ქუჩაზე, კი ქალაქის ბოლოს არის, მაგრამ Oh, it takes so much pain, but anyway, I will go to the Kacharava street. It's on the other side of the city, but I will do that. კი ძალიან მიჭირს მიტანჯები, მაგრამ მაინც წავალ და დავდებ ყვავილებს ღვთაებების წინ. Although it's very difficult for me, but I will take some flowers anyway and put them in front of the deities. ცოტა ხანს დავიტანჯო, კი ბატონო, არა უშავს, დავიტანჯები და მე სამაგიეროდ სამოთხეში დავტყვები. I will suffer a little bit, let me suffer a while, and then I will end up in the heaven. კრიშნას ეუბნება არჯუნას ამას.
Krishna is telling that Arjuna. ცოტა გაუძელი შეასრულე შენი მოვალეობა და შემდეგ He said, სახალ სამოთხეში he tells დაწყდები. him, you can tolerate a little bit, fulfill your obligations, but then you go to the heaven. მაგრამ მარჯვენა ამბობს ნაჰი. But Arjuna says, Nahi. არა კრიშნა სამოთხეშიც რომ წავიდე და ყველგან ნებისმიერ ადგილას რომ წავიდე ამ სამყაროში ვერაფერი ვერ დააქრობს ჩემს სევდას. Nahi, even if I go to the heaven or whatever I obtain, nothing can dissolve the sadness of mine. ამ სამყაროში ვერაფერი გააქრობს ჩემს სევდას. Nothing in this world can dissolve my sadness. სინამდვილეში ძალიან მნიშვნელოვანი მდგომარეობაა ეს. This is a very important condition. როდესაც ადამიანი ასწავლიერებს, რომ ამ სამყაროში ვერაფერი გააქრობს მის შინაგან სევდას. When a person realizes that nothing in this world can dissolve his inner sadness. სინამდვილეში შინაგანი სევდა თითოეულ ადამიანს აქვს. This inner sadness happens to each of us. მაგრამ როდესაც ცხოვრებაში რაღაცებს აკეთებს, ეს ცხოვრება იმდენად ფერადია გარშემო. But when we are engaged in some mundane activities, the life is so full of different things. სპეციალურად ესე იგი სპეციალურად მოქმედებს შექმნილია ეს სამყარო ისე რომ შეუძლებს ერთმანეთს ფერები და სულ სხვადასხვა დინამიური რაღაც სილამაზეები შექმნას. This universe is intentionally made this way that it mixes a lot of different colors in order to make things very vibrant and to take our attention from it. და ადამიანი ამ დროს, როდესაც ამ დინამიურ პროცესში აქცევს ამ რაღაცებს ყურადღებას ამ სამყაროში. And then a person's attention is driven by these dynamic things happening in the world. ხან რაღაც ძალიან სასიხარულო ხდება და ემოციებშია. Sometimes something very happy happens and he is full of emotions. ზოგჯერ კი რაღაც რთული სიტუაციებია და იმაშიც იმ დროს თანდროს განიცდის. And sometimes something very difficult and sad is happening, so he also then he is suffering from that. მაგრამ ყველაფერი იმდენად დინამიურად ვითარდება, რომ ამ ორევში ტრიალებს ეს მომწონს, ეს არ მომწონს. But everything is changing so dynamically that he is kind of twirling in this. I like this and I dislike that. რომ თავის შინაგან სევდას ვერ ხედავს. So he is incapable of seeing his internal sadness. და სინამდვილეში მთელი ცხოვრება ადამიანი ცდილობს, რომ გახდეს ბედნიერი. In fact, a human being is trying all his life to reach happiness. მაგრამ სიკვდილის დროს ის აღმოაჩენს, რომ თუნდაც ვერ იყო ბედნიერი. But at the end of time or at the moment of death, he discovers that he has not succeeded in it. წარმოიდგინეთ, რომ ბედნიერება დევს ერთ ოთახში. Now imagine that this happiness is somewhere in one room. და ჩვენ შეგვიყვანეს სრულიად სხვა შენობაში. And we have been driven to a completely different building. სადაც რაღაცები ძალიან მიამსგავსეს იმ ბედნიერებას, რაც ჩვენ მოგწონს. In that building, this building is full of certain things that resemble this happiness. And that we like a lot. და დინამიურად ვითარდება მოვლენები, იცვლება ჩვენს წინ რაღაცეები. So, and things are developing very dynamically in front of us, the scenes are changing. და სინამდვილეში ეს ყველაფერი გეუბნება, აი ნახე, იქნება ქნახო ბედნიერება, აი ესეც ლამაზია, იქნება ქნახო და ამ დინამიურ პროცესში ვარ ჩართული. And it kind of suggests to us, well, look here, this is also very beautiful. Maybe you can find your happiness in here. Now look there, maybe you'll find that your happiness in there. და ადამიანი ცდილობს ეს ბედნიერება იპოვოს ხან იქ, ხან აქ. And the person is trying to find this happiness
here, there, he's searching for it. და სიამოვნებაში ბავშვობიდან ადამიანს ეუბნებიან ისწავლე და გექნება ფული, შემდეგ გახდები ბედნიერი. From the very childhood, a human being is told, well, you should study, then you can make money, and then you can find happiness. შემდეგაც რეკლამებს ხედავს ტელევიზორში, Facebook-ზე. Then he sees a lot of advertisements in the TV or in the mass media. აი Coca-Cola დალია და ამით იქნები ბედნიერი. Well, have this Coke. You will become happy after drinking the Coke. და ძალიან ბედნიერი ადამიანი გამოჩნდება კაცში, როგორ სოს Coca-Cola-ს და როგორ არის ბედნიერი. And then they show you on the screen a very happy smiling face who is drinking this Coca-Cola, and you also want to experience the same. ადამიანები გვეუბნებიან ისწავლე უნივერსიტეტში გექნება პროფესია. People are telling us, you should study in the university, you should obtain the profession, დაოჯახდები, ფული გექნება. you will get married, you will have money, სახლი გექნება, მანქანაც გექნება. you will have a house, you will have a car. აი ამ ყველაფერს უნდა მიაღწიო და მაშინ ბედნიერი იქნება. So you have to achieve all that, and then you feel happy. და ადამიანი ძალიან არის დამოკიდებული ბავშვობიდან სხვების აზრებზე. So and thus a person becomes very much dependent on other people's ideas from the very childhood. ამიტომაც მთელი ცხოვრება ცდილობს ისე იცხოვროს, როგორც სხვები ეუბნებიან. And thus he is trying to live his life the way the others are telling him. მთელი ცხოვრება ამგვარად ცდილობს ბედნიერების პოვნას. And throughout his life, this is how he is trying to find his happiness. და როცა მისი ცხოვრება სრულდება, აღმოაჩენს, რომ თურმე ვერ იპოვა ვერსად ბედნიერება. When his life is ending, then he finds out that he was not successful in finding happiness. როგორც ზაზუნა მირბის ამ ბორბალში და ატრიალებს და მირბის ის ცდილობს, რომ იპოვოს ბედნიერება. It's like this cat in a grill. That is running and not able to find the solution. ადამიანი სამგვარად ცდილობს, ეუბნებიან ეს ლამას ფერად ოთახში, შენობაში, სულაცები ეუბნებიან, აი აქ იქნები ბედნიერი, ნახე ეს ლამაზად ტრიალებს, აქ იქნები ბედნიერი. So in that building, people like their attention is driven exactly away like that. The different attractive pictures are shown. Look, you might be able to find your happiness here. Then in another room, look, you might be able to find your happiness there. აი iPhone 17 გამოვა და მაშინ ბედნიერი იქნები. Now this new something will come, and then that will make you feel happy. და ადამიანი ამგვარად არის ბედნიერების ძიებაში, მირბის ბედნიერებისკენ. And thus is how we are kind of running after this happiness. თუმცა ვერ პოულობს. But are never finding it. რადგან ბედნიერება სხვა ოთახშია. Because this happiness is in a completely different place, Ადამიანს different room. დაუყენეს ეს ბორბალი და ამ ბორბალზე ტრიალებს. So we are kind of put in this world, and we are running in it, in circles. ამ ბორბალზე ერთი ხაზია გავლებული. There is just one line in this და წერია შემდეგი ცხოვრება. and it tells us next life. ამ ზაზუნა გადავა ამ ხაზზე, იმიტომ რომ ხაზამდე ვერ იპოვა ბედნიერება. So when this cat reaches that line, because it could not find happiness before, then he has to cross it. შემდეგ გადავა შემდეგ ცხოვრებაში, რადგან კიდევ გავაგრძელოს ძიება. And that means that it will enter next life და and will continue its search. და ადამიანი ამ ტრიალებს ამ სამსარას ციკლში So წრეში. that is how a human being is twirling in this samsara. და ტრიალებს მარადიულობა. And that's how it takes place eternally. იქამდე სანამ არ დაფიქრდება, მე სხვაგან ხუმარ ვარ. Until he starts to think, am I in a proper place? იქნებ საერთოდ ჯობია დავფიქრდე ვინ ვარ საერთოდ. Maybe it is better to start thinking about who am I?
რადგან თუ გავიგებ ვინ ვარ, იქნებ გავიგებ რომ სულ სხვაგან ვეძებ ბედნიერებას. If I understand who I am, maybe I will also understand that I should be seeking for this happiness in a completely different place. ეს იგივეა თევზს რომ დაავიწყდეს, რომ მისი ბედნიერების მოცემი სტიქი არის წყალი. This is similar to the if a fish forgets that the element that supports it is the water. Სამოვიდა დადის ქუჩებში, ცდილობს რაღაც ბედნიერება იპოვოს. It starts to walk the streets trying to find happiness there. კინოში შევალებ ხომ არ ვიპოვებ Oh, let me ბედნიერებას. enter this place. Maybe I find my happiness here. ან იქნებ ამ ქუჩაზე გადავიდე, აქ ვიპოვო. Or maybe after crossing this street, then I'll be able to find it. მაგრამ თევზი სადაც არ უნდა მოხდეს, ბედნიერებას ვერსად ვერ იპოვის. But wherever the fish enters on the ground, it will never be able to find happiness. რადგან მისი ბედნიერება სხვა ადგილას არის. Because its happiness is in a completely different element. და ადამიანის ბედნიერება სინამდვილეში სხვაგან არის. Similarly, a person's or human being's happiness is in a completely different place. სინამდვილეში ესეთ რთულ სიტუაციებში ადამიანი ზუსტად ამაზე ფიქრობს. And exactly in such difficult situations, a person is starting to think that way. მაგალითად, უამრავ ადამიანს ემართება ხოლმე რაიმე სასიკვდილო დაავადება. A lot of people usually might experience some lethal illness. და ამ დროს ის გრძნობს რომ თითქოს მთელი ცხოვრება მატყუებდნენ. And then he starts to think that this entire life was simply lying to me. ყველა მატყუებდა. Everybody were lying to me. რატომ მომატყუეს ეს? Why they lied to me? აიტანჯება ამის გამო რომ ის ხვდება რომ მოატყუეს. And he is suffering from the fact that he understood this fact that he was lied to. სინამდვილეში ჩვენ ყველას გვიწევს და ბევრჯერ მომკვდარვართ. We actually have gone through death, all of us, plenty of times. სიკვდილის მომენტში ადამიანი ფიქრობს მე მომატყუეს. And at the time of death, every person thinks that I've been lied to. მაგრამ თუ გამომართლა ცხოვრების განმავლობაში ის მას შეექმნება ესეთი სიტუაციები, სადაც ასევე დაფიქრდება ამაზე. However, if he is lucky enough, during his lifetime, certain situations will be created that will steer him into thinking that way. რა მომცემს მე ნამდვილ ბედნიერებას? What will give me the true happiness? და სინამდვილეში ადამიანი ეძებს ამ ბედნიერებას ამ სამყაროში მართლა გურწხელად. Actually, people are seeking for happiness in this world very sincerely. და ჭამენ ნაყოფებს. And they get and eat all the fruits. მაგრამ ეს ნაყოფები არის სინამდვილეში ილუზორული. But those fruits are not real, they are illusionary. გარედან ნაწერია ბედნიერება. It has the tag on it, happiness. მაგრამ როცა ადამიანი ჭამს, იღებს ტანჯვას. But when a person starts to eat it, to consume it, it causes suffering. ამიტომაც ყველა დიადი ფილოსოფოსი ინდოეთში ფიქრობდა როგორ გათავისუფლდეს ადამიანი ტანჯვისგან. This is why all the great philosophers in India as well were thinking how to get rid of this suffering. უმეტესი ფილოსოფოსი ამბობდა რომ მოდი შევწყვეტო ამ ოთახში ძიება. Majority of them said that we better stop searching in this room. თუ აღარ დავიწყებ ამ შენობაში ძიებას, რადგან ვიცი რომ აქ ბედნიერება არ არის. If I will stop searching in this building, knowing that I will not be able to find it here because it's not there, მაშინ აღარ დავიტანჯები. then I will not suffer. რადგან წმინდა წერილებში აღწერილია
But the scriptures are describing რომ ადამიანის სხეულში არის ორი პიროვნება. that there are two personalities in the heart of a human being ჩვენ მგონია რომ მარტო ჩვენ ვართ. or living entity. We think that we are on our own, თურმე მეორეც არის. but it looks. But in fact, there is another one in our heart, როგორც ხეზე ზის ორი ჩიტი. and it's compared to two birds sitting on this tree. ერთი არის პარამატმა, ზესული, One of them is Paramatma, the super soul, მეორე კი ატმა, ანუ სული. and the other is Atma, the soul. პარამატმა არის კრიშნა. Krishna is the Paramatma. მაგრამ საინტერესო ის არის რომ ნათქვამია რომ ერთი ჩიტი ნაყოფებს ჭამს ხეზე. It's also written in the Shastras that one of those birds is eating the fruits of this on this tree. და მეორე ჩიტი არ ჭამს, უბრალოდ აკვირდება მას. And the other one is not eating them, it's observing. აკვირდება და ფიქრობს, ნეტა როდის მიხვდება რომ ეს ნაყოფები ტანგვის მონტანია მისთვის. Observing and thinking, when will that other bird realize that those fruits are causing just suffering? ეს ნაყოფები არის ორი სახის. The fruits are of two types, ამას ქვია სუქა და დუქა. which is sukha and dukkha, ბედნიერება და უბედურება. happiness and suffering, ტკბილი ნაყოფები და მწარე ნაყოფები. sweet fruits and bitter fruits. ნიაია შასტრაში In Nyaya Shastra გაუტამა მუნი. of Gautama Muni, გაუტამა მუნი გაგიგიათ? have you heard about Gautama Muni, haven't you? No. გაუტამა მუნი ერთი ბრძენი იყო, რომელიც ასევე ფიქრობდა, როგორ შეიძლება ადამიანი გათავისუფლდეს ტანჯვისგან. Gautama Muni was one of the sages who also thought how a human being can get rid of suffering. და ის ამბობს, რომ ადამიანი ამ სამყაროში განიცდის სუქას და დუქას, ბედნიერებას და უბედურებას. He also says that a human being is experiencing, or living entity actually, is experiencing sukha and dukkha in this material life. ამ ეს ორი სახის ნაყოფი. These are these two fruits. რაღაც გამიხარდა ძალიან, Actually, one is that I am happy with something very much. და რაღაც ძალიან არ მომეწონა. Very glad to see it, and the other one is something that I don't like to see at all. თუმცა სინამდვილეში ბრძენები, სწავლული ბრძენები ერთხმად თანხმდებიან. But the learned sages, they agree to one thing, რომ ტკბილი ნაყოფით და მწარე ნაყოფით ორივე ტანჯვაა. both of that fruits, the bitter one and the sweet one, are actually suffering. ადამიანი ორივე შემთხვევაში იტანჯება. A person is suffering in both cases. ამიტომაც ზესული პარამატმა უყურებს ამ ჩიტს და თან აგრძნობს. ნეტაურად ის მიხვდება ეს ჩიტი, რომ აღარ გააგრძელოს ამ მისჭამა. That's why this super soul Paramatma is looking at the other bird and observing that bird actually and thinking, when will he or she realize that he is eating just the suffering? ამიტომაც ეს ბრძენები ფიქრობენ, სინამდვილეში ორივეც ტანჯვამობს. That's why the sages understand already that both of them are bringing around some suffering. მე არც ერთი ხელი არ უნდა შევჭამ. And it means that I shouldn't eat any of them. რადგან შეჭამს ადამიანი სუქას ხილს თუ დუქას ხილს, ესენი ერთმანეთთან კავშირშია. Because it doesn't matter if a person eats the sukha fruit or dukkha fruit, they are connected. ის იწვევს ადრიშტას. They cause adrishta. ადრიშტა ნიშნავს უხილოს. Adrishta means invisible. ანუ ირთვება ეს უხილავი ენერგია, უხილავი კანონი. It means that thus they are enacting that invisible law, invisible mechanism, უხილავი პროგრამა, invisible program, რომელიც ადამიანს ითრევს ამ
კარმის ციკლში. That entangles a person in the cycle of karma. ანუ მას მოუწევს ნაყოფის კიდევ შეჭმა. It means that he will have to eat another fruit. ამიტომაც ადამიანი ფიქრობს, მე არც ერთი არ უნდა შევჭამო. Hence, the human being starts to think, I should not eat any of them. ისინი ფიქრობენ, ბრძენი ადამიანი არ შეჭამს საკვებს. And they think the wise man will not eat this food. საკვებს, საკვებს სადაც თაბლში ურევია შხამი. The wise man will not eat the food in which the honey contains some poison. ანუ როცა ჩვენ ტკბილ ნაყოფს ვჭამთ, Whenever we are taking this sweet fruit, მასში შერეულია შხამი. it is infused with poison. და სინამდვილეში ეს ენათლად ვერ ხედავს, მაგრამ ადამიანი ამ დროსაც იტანჯება. And if it's not very apparent for the person, he is still suffering by taking this sweet food. რადგან როცა ის სიამოვნებას განიცდის, Because whenever he is experiencing this satisfaction, ის ხვდება, რომ ეს დროებითია ყველა სიამოვნება ამ სამყაროში. he understands that any type of satisfaction and pleasure is limited. It will end in this world. და ეს შიში, რომ ეს სიამოვნება დასრულდება, ზუსტად არის ეს შხამი, რომელიც ამ ნაყოფშია გარეული. Exactly that fear that this enjoyment will end is exactly that poison that is infused in your sweet fruit. მაგათად ადამიანმა იყიდა მაგარი მანქანა. For instance, a person bought a very good car. მაგრამ ამ დროს ის ფიქრობს, ეს მარადეულად არ მექნება, გრძნობს შინაგან. But he understands that he cannot keep that car forever. ამიტომაც უნდა გაუფრთხილდე ძალიან არ დაიკაწროს. That's why he has to take extra care of it. არავინ მომპაროს. No, but he should protect it from being stolen. არაფერი გაუფრთხილდეს. Nothing, well, he could maintain it so things did not break down. და ეს შიში, შინაგანი შიში ტანჯავს მას. And of course, this is the internal fear which suffocates and makes him suffer. ამგვარად ის კარგავს თავისუფალ ლაღ ცხოვრებას. That's how we lose our simple and joyful life. ერთხელ ძალიან მინდოდა რომ საათი მქონოდა. Once I wanted very much to have a watch, smart საათი. a smartwatch. აი ეს ხელზე მიკეთია. Now I have it on my hand. ძალიან მინდოდა და ერთხელაც გამომივიდა რომ ვიყიდე. I wanted it so much so it materialized. და როდესაც გავიკეთე, ვიგრძენი დიდი ტვირთი. And when I put it on my wrist, I felt a great burden. იმდენად შემეშინდა არაფერი დაიმართოს, არაფერი გაუფუჭდეს. I was overtaken with this feeling. Oh, this should not be broken. Nothing should happen to it. რამე გაფუჭებული არ მქონდეს. No, I should check if everything is fine with it. ხომ ყველაფერი წესრიგში აქვს. და ამ დროს იმდენად დიდი ტვირთი ვიგრძენი და ტანჯვა. So of course I was satisfied, but at the same moment I felt so much distressed as well. რომ მომინდა რომ მომეხსნა და გადამეგდო რომ გავთავისუფლებულიყავი. So I wanted to take it off and throw it away to get free. მაგრამ უმეტის წყალობით როცა დრო გავიდა დამშვიდი. So by the mercy of God, of course, sometimes fast and I calmed down. თუმცა ადამიანი ორივე სიტუაციაში განიცდის ტანჯვას. However, a person in any situation is experiencing this suffering. ბრძენი ადამიანები ხვდებოდნენ ამას და ამბობდნენ, მაშინ მე აღარ დავიწყებ ნაყოფების ჭამას. Wise men understood that and they decided not to take this fruit any longer. აღარ დავიწყებ ამ შენობაში ბედნიერების ძიებას. I will stop searching for the happiness in this building. და მაშინ აღარ დავიტანჯები. And then I will not suffer. მაგრამ ამისთვის მოქმედება უნდა შევწყვეტო. But that means that I should stop acting at all. რადგან მოქმედება როგორ არის სანსკრიტზე? How is acting in Sanskrit?
კარმა. karma. თუ მოქმედებ უწევ კარმას. So if I act, I cause karma. და ყველა დიადი ბრძენი ერთხმად შეჯერდა რომ უნდა შეწყვიტონ მოქმედება, რადგან არ დაიტანჯონ. So all these great sages agreed that they should stop acting in order to stop suffering. ყველანაირი ფილოსოფია ამბობდა შეწყვიტე მოქმედება და აღარ გამოიწვევ კარმას. So all the philosophies were telling this, that you should stop acting and thus you will not cause karma to develop. თუმცა ეს არც ისე პრაქტიკული გზა, However, that's not a very practical way, რადგან შეიძლება გარეგნულად მოქმედება შევწყვიტოთ, because we can stop acting on the outside. თუმცა ფიქრებში ჩვენ მაინც მოქმედებდით. However, the acting inside in our thoughts is still taking place. ამიტომაც ადამიანს მაინც მოუწევს მოქმედების გაგრძელება, რადგან ეს სურვილები მოქმედების მასში ჩარჩენილი იქნება. So it means that the person will still continue to act because his desires will be in his mind. და კრიშნა ამის შესახებ საუბრობს ბაგავად გიტაში. And Krishna tells about us about this in Bhagavad Gita. ის ამბობს, რომ თუ უბრალოდ შეწყვიტე მოქმედება, შენ მათყუ არ ახარ. He says that if you simply stop acting, then you are a liar. შენ მაინც მოგინდება ნაყოფების ჭამა. You will still want to have the desire to eat those fruits. და ბაგავად გიტაში კრიშნა ძალიან მაგარ გამოსავალს პოულობს. And Krishna shows us magnificent or marvelous way out in Bhagavad Gita. არჯუნა ამბობს, მე ბედნიერებას ვერსად მივიღებ. Arjuna says, I will not be able to get happiness anywhere. ამიტომაც ჯობია აღარ მოქმედო, წავიდე ტყეში. So that's why it's better I stop acting and go to the forest. რადგან თუ მოქმედებ ნაყოფებს ვჭამ. Because if I act, I have to eat the fruits. და ჩვენ განვიხილეთ თუ ნაყოფებს ვჭამ, მაშინ იტანჯები. So we've already talked about if we get or accept these fruits, then we are suffering. კრიშნა კი ძალიან მაგარ გამოსავალს პოულობს არჯუნასთვის. But Krishna finds a very good way out for Arjuna. ის ეუბნება, მოქმედება გააგრძელე. He says, you should continue acting, მოქმედება გააგრძელე, მაგრამ ნაყოფები არ შეჭამო. but do not eat the fruit. ან მოქმედება გააგრძელე, მაგრამ ნაყოფი არ შეჭამო. Got it? You should continue acting, but do not get the results. და ამდენმა ფილოსოფოსმა ეს ვერ დაიჭირა, ფიქრობდა რომ სულ უნდა შეეწყვიტათ მოქმედება. All that philosophers, all that sages could not find this subtle thing. They thought that they should stop acting. ის ფიქრობდნენ რომ თუ იმოქმედებდნენ, მაშინ მიიღებდნენ კარმას. They thought that if they did something, acted externally, then they will get karma. მაგრამ კრიშნამ გამოსავალი იპოვა, როგორ არ მიიღოს ადამიანმა კარმის შედეგი. However, Krishna showed us the way how not to get the karmic reactions. იმოქმედე, მაგრამ არა ნაყოფებისთვის. You should act, but not for the fruits, not for the results. შენ გაქვს უფლება იმოქმედო, You have the right to act, მაგრამ ნაყოფები არ შეჭამო. but you do not eat the fruit. მაგრამ რადგან როდესაც ნაყოფს ჭამ, Because whenever you take this fruit, მასში არის კურკა, it contains the stone, რომელიც აუცილებლად გამოიწვევს ახალ კარმას. which will definitely generate new karma. და ჩვენ ფიქრობთ, რატომ ვიმოქმედო თუ ნაყოფებს მე არ შევჭამ? When we are thinking, why should I act if I don't get the fruit? If I don't get the result? რადგან ადამიანი სინამდვილეში სულ ნაყოფებისთვის მოქმედებს. Because in fact, people usually act to get certain results, for actually they are working for the fruit. და ჩვენთვის ეს გაუგებარია. And that's why it is very difficult for us to understand. ბავშვობიდან ადამიანი ისმენს რომ უნდა გააკეთოს სხვადასხვა რაღაცები და მიიღოს რაღაც რომ ბედნიერი გახდეს. Because we've been raised like that from the childhood, we are
hearing that we should do this or that in order to get this or that. სინამდვილეში ყველაზე დიდი ნაყოფი, რომელსაც ადამიანი ჭამს, Pardon. But in reality, the biggest fruit that the person is eating during his life არის ის წარმოდგენა სხვები რას ფიქრობენ ჩემზე. is generated from these opinions of others. შეიძლება მასულას არ უნდადეს დიდი სახლი და მაგარი მანქანა. I might not want the big house and luxurious car at all, თუმცა ამ დროს ის წარმოიდგენს სხვები რას იფიქრებენ ჩემზე. but I may now consider what will others think about სხვები me. იტყვიან, აი რა მაგარია სახლი და მანქანა აქვს. They will say, oh, he or she is so great, he has such a beautiful house and luxury car. რადგან სხვები ყოველთვის ეუბნებიან, ეს უნდა გქონდეს, ასეთი უნდა იყო და ბავშვობიდან დამოკიდებულია სხვების აზრებზე ადამიანი. Because others are always telling us, you should have this, you should do that, so we become dependent on their opinions. და ეს ნაყოფები ზუსტად არის ეს სუქა და დუქა. So, and that fruits actually are exactly sukha and dukha. შემაქეს რა მაგარი ხარ და მეც აუ მაგარი ვარ სხვების თვალში. They praise me, oh, you're so great, and I'm so happy inside. Feel, oh, I'm great. მაგრამ თუ თქვენ ეს ნეტა ეს ვინ არის საერთოდ? რანაირ ლექციას კითხულობს? But if they say, well, who is that? What kind of lecture is he giving? მაშინ მე ვიტყვი, აუ. Then I will think, oh. ანუ შევჭამე კარგი და ცუდი ნაყოფები. So that's how I get this bad fruits. უბედურია ამ დროს. And that's why I'm feeling suffering. რადგან ნაყოფებს ჭამს. I am suffering exactly because I'm getting and taking in this fruits. ამიტომაც კრიშნა სინამდვილეში იმაზე ეუბნება ადამიანს, რომ მოერიდოს რაც ყველაზე შხამიანია მისთვის. So, and Krishna, in fact, tells a person to say, to stop taking exactly that which is the most poisonous for him, რომელიც მას თანდოს აყენებს. which is harming him. მაგალითად, წავიკითხე ლექცია და ყველა კმაყოფილია, შემაქეს, აუ, მაგარია. I'll give an example. I gave a class and it turned out to be very successful. Everybody praised me. და მე თუ ვიფიქრე, აუ, მაგარია. And I started thinking, oh, I'm so great. მე შევჭამე ნაყოფი. That means that I took this. და ეს ხორკა აუცილებლად მოიტანს საპირისპიროს. And this stone in it will definitely cause me to experience opposite. შემდეგ წავიკითხავ ლექციას და არავინ არ მეტყვის არაფერს. Next time I will deliver a class and nobody will appreciate it. შემდეგ მეც დავიტანჯებ. And I will suffer. კიდევ ნაყოფი შევჭამე. That's exactly the second type of food that I have თუმცა, consumed. როდესაც ადამიანი მოქმედებს ისე, რომ საერთოდ გარესამყაროს მოწყვეტილია, რადგან აცნობიერებს სინამდვილეში ვინ არის ის. But when a person starts to act in a detached manner from the outside world, because he understands who he is. როგორც კრიშნა ამბობს, უბრალოდ შენი მოვალეობა შეასრულე, არ მიაქციო ყურადღება ნაყოფებს. Like Krishna tells us, you should simply fulfill your obligations. Do not pay attention to the opinions of others, to the fruits. მაშინ ხდება სასწაული. Then miracle happens. ადამიანი ნამდვილად თავისუფალი ხდება. A person becomes truly free. ის აღარ არის დამოკიდებული სიტუაციებზე. It stops being dependable on the situations. ის აღარ არის დამოკიდებული ადამიანთა განწყობებზე მის მიმართ. He stops being dependable on the opinions and attitudes of others towards him. ის არის განცალკევებულად და შინაგანად გრძნობს უბრალოდ ბედნიერებას იმით, რასაც აკეთებს. He is separated from that and he feels internally happy from whatever he is doing. ამ დროს ის აღარ იღებს კარმის შედეგებს. And that's when he is not getting the karmic reactions. ამ დროს ის ნამდვილად თავისუფლდება კარმისგან. And that's how he truly is liberated from karma. და ეს არის ნამდვილი თავისუფლება ადამიანის. That's
That is a true liberation, true freedom. რა მაგარია, თუნდაც გაგლანძღონ შენი გამოსვლის შემდეგ. Isn't it great? No matter how you are praised or chastised, თუნდაც ყველამ შეგაქონ. or, გაგლანძღონ თუ შეგაქონ მეორე ვარიანტი. or were you chastised or appreciated, შენზე ეს არ მოქმედებს. it does not make any influence on you. რადგან თუ რაღაც შენზე მოქმედებს, შენ ხდები დამოკიდებული. Because if you are impacted with something, you become attached and dependent. ამ დროს კი ნამდვილად ბედნიერი და თავისუფალი ხარ, როცა ესენი შენზე არ მოქმედებს. And if they don't impact on you, have an impact on you, that's when you are truly liberated and free. შემდეგ თუ ადამიანი თუნდაც კარგ ნაყოფებს არის მიჩვეული, So even if a person is accustomed to good results, და ცდილობს რომ აი მე გავაკეთე ან ჩემი საქმე გავაკეთე და ველოდები რომ ადამიანებმა მე შემაქონ რომ მე რაღაც სიამოვნება მივიღო. it means that I'm doing these great things and I do good things and I'm waiting that people will praise me back. ამ დროს მე ვხდები უბედური, That makes me unhappy. რადგან დამოკიდებული ვარ აი როგორც რაღაც ნარკოტიკზე რომ სხვებმა შემაქონ და სხვების თვალში კარგი მჩანდი. Because I become dependent as a drug addict to the fact that others praise me and appreciate me. და კიდევ ერთი დამხმარე რამ რაც გვეხმარება რომ ნაყოფები არ შევჭამოთ. There is another thing that helps us not to consume this fruit. არის ის, როდესაც ჩვენ ვაკეთებთ იმ საქმეს, რაც ჩვენია, ჩვენთან ახლოს არის და ძალიან მოგწონს. Is when we are acting or doing things that are truly very close to us, like we like doing them. რადგან როდესაც ადამიანს ძალიან უყვარს ის საქმე, რასაც აკეთებს, იმდენად არის ამ საქმეში ჩაფლული, რომ ის უკვე ნაყოფებზე აღარ არის Because კონცენტრირებული. whenever a person is doing something that he truly and really likes, he's so consumed in it, so in it, that he forgets about what kind of results this might bear. უბრალოდ ასრულებს თავის მოვალეობას და ამით ტკბება იმას, რომ ამას აკეთებს. He is simply delighted by fulfilling his duty and is taking pleasure out of doing it. ამიტომაც კარგიდან გამოსვლაში Pardon? ასევე დაგვეხმარება ის, So, another thing is also will help us in getting independent from that. რომ ვიპოვოთ ის საქმე, რაც მართლა ჩვენია. Actually, to find the work or deeds that are really ours in a sense. Hare Krishna. Hare მადლობა. Krishna. Thank you ოქრანი very much. შეკითხვები ან დამატებები გისმენთ. If you have some questions or want to add something, you're welcome. How should we find such vocation? ადრე The question was. ადრე ადამიანები აქცევდნენ ამას ყურადღებას, ამას ეწოდება ვარნაშრამა დჰარმა. Well, actually, previously people paid very good attention to that, and it was this concept of varnashrama. და ბავშვობიდან აკვირდებოდნენ ადამიანებს რა ბუნება მისი, რა არის მისი საქმე. So people would be observed from the early childhood what are their true inclinations, what their true nature is. რადგან ადამიანი მხოლოდ ამ დროს იყო ბედნიერი. Because a person is happy only if he follows his nature. თუ ადამიანი როდესაც სხვა საქმეს აკეთებს და მაგისი არ არის და ნაყოფებზე მაგალითად ხელფასია კონცენტრირებული. Because if a person is doing something that he dislikes really, but he depends on the fruits like the celery, ამ დროს უბედურია რამდენი ცალმა გადაუხადო. he feels he is suffering no matter how much he is paid. მაგრამ თუ ადამიანი თავის საყვარელ საქმეს აკეთებს, But if a person is engaged in his beloved activity, თუნდაც ძალიან მცირე გადაუხადო, even if the pay is insignificant,
საერთოდ არაფერი არ or გადაუყენა. even he is not paid at all. ის იმ საქმით იქნება ბედნიერი, რასაც He will აკეთებს. be happy with this thing that he is doing. რადგან ეხლა ვარნაშრამის საზოგადოება არის ჩამოშლილი, And because currently this Varnashrama is destroyed, it's not working anymore, ადამიანები მარიციან რა არის მათი საქმე. people do not really know what in their nature is, what is their vocation, what they საზოგადოება should be რასაც doing. ეუბნება იქითკენ მიდის. So they are doing things that the society tells them to. ესეთ შემთხვევაში წლები დასჭირდება მას, რომ იპოვოს ის, რაც მისი. And that's why he needs years to find out his true inclinations. ან შეიძლება საერთოდ ვერ იპოვოს. Or he might never find them as well. ამიტომაც ვედო საზოგადოებაში ნათქვამია, რომ როდესაც ადამიანი სწავლას ასრულებდა, So that's why in Vedic society it was accepted that when a person was finishing his studies, ან იგულისხმება ბავშვს, როდესაც ზრდიან. it means that when a child is brought up, და უკვე უნდა გადავიდეს სხვა ეტაპზე, როცა რაღაც უნდა აკეთოს. so he has to get into another stage of his life when he should start doing things. თუმცა მაშინ უნდა დაფიქრდეს, რა არის ჩემი საქმე. That's when a person has to consider what is his true vocation, what he is made for. არის სხვა საშუალებებიც, მაგალითად ასტროლოგიით გავიგოთ რა არის ჩვენი მინდვრეკებები. There are some other means as well. We can find out what inclinations we have through astrology. ან კიდევ სხვა რაიმე მიდგომებიც არსებობს სხვადასხვა. And there are some other methods as well. მაგრამ თუ ეს ყველაფერი არ გვაქვს, მაშინ უბრალოდ შეგვიძლია ჩავიხედოთ თქვენს თავში. But if we don't have it at all, they're not available, we can simply look into ourselves, და ვიმედიტირო იმაზე, რა არის ჩემი ბუნება. into our hearts, and meditate on the subject, what is my true nature. რას გავაკეთებ სიხარულით, იმის მიუხედავად რამდენს გადამიხდიან. What will I be doing with great pleasure and happily, even if I am not paid? ან საერთოდ ყველაფერი რომ მქონდეს ყველანაირი ფული და ხელფასი. Or even if I'm paid, it doesn't really matter to me. რას გავაკეთებდი თავისუფალ დროს, რაც Or გამაბედნიერებდა. if what will I be doing in my free time, which will make me happy? კარგად უნდა გაფიქრდეს ადამიანი ამაზე. And you have to consider this kind of things really seriously, რომ იპოვოს თავისი ბუნება. to really unveil your true nature. და ამ დროს თუ ადამიანი თან უზენაეს ძალასაც თხოვს დახმარებას, And if you ask for some help from the supreme forces, მას უფრო მალე იპოვოს. you will be able to find it even quicker. Thank you very much for your lecture. Ну, ты спрятал самую важную книгу, которую планируешь на следующей лекции продолжить. But you have hidden the most important thing that will be revealed on the next class. Вот мы задумались над тем, наверное, что, может быть, мы можем делать то, что нравится, но все равно хотеть лучше. Because actually we might be doing certain, we might be engaged in such activities that we like, but we still are oriented on the results. Так что продолжение лекции должно быть, а что, даже не важно, что я делаю, я счастлив. So there should be a next the continuation of this class of what am I supposed to do to feel happiness irrespective of what I'm engaged in. Thank you. Any other questions? Роса.
No. Yeah. So this is the end of the class. კარგი, თუ აღარ გაქვს შეკითხვები, შეგვიძლია დავასრულოთ. This is the end of today's class. Thank you very much. Bhagavad Gita ki jai, Srila Prabhupada ki jai, Krishna Das ki Om Pranamandi, Hari Om.